თუ შენ ცდილობ დაიკლო ჯიუტი მუცლის ცხიმი, იმისათვის რომ კარგად გამოიყურებოდე ზაფხულში, აუცილებლად უნდა მოერიდო ამ საკვების კატეგორიას. გინდა რომ ზაფხულისთვის გქონდეს სწორი მუცელი, მაგრამ ცხიმი მაინც არ ქრება? შეიძლება ფიქრობ რომ სწორად იკვებები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ხელს უშლის შენს პროგრესს. თუ გინდა დაიკლო მუცლის ცხიმი, აუცილებლად უნდა მოერიდო გადამუშავებულ ნახშირწყლებს. თეთრი პური, ტკბილეული, ცომეული, ფუნთუშები, პასტა, ისინი მომენტალურად ზრდიან სისხლში შაქრის დონეს, რაც იწვევს ინსულინის მატებას და პირდაპირ მუცლის ცხიმის დაგროვებას. შეიძლება ეს უკვე ბევრჯერ მოისმინე, მაგრამ ცხოვრებაში არსებობს რაღაცები, რაც უბრალოდ გინდა სურვილის დონეზე, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რის გამოც ყველაფერზე ხარ წამსვლელი. არჩევანი შენზეა. თუ გინდა რომ სამუდამოდ გაქრეს შენი მუცლის ცხიმი, შეცვალე ეს პროდუქტები ჯანსაღი ალტერნატივებით. თეთრი პურის ნაცვლად გადადი მთელმარცვლიან ხორბლის, ქატოს ან ჭვავის პურზე. ფუნთუშების ნაცვლად მიიღე კვერცხი, ავოკადო და ნუში. პასტის ნაცვლად გამოიყენე პარკოსნების მაკარონი ან კინოა. და მაინც, რატომ გროვდება მუცელზე ცხიმი, მაშინაც კი როცა სწორკვებაზე ხარ?